დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მე მინდა პირველივე კითხვა დაგისვათ. ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის მხრიდან არის თუ არა იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო კანდიდატების ობიექტური შერჩევა? დიანა, სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, გული დაგწვა, რომ ამ სამი კანდიდატიდან შერჩევა ვერ მოხდა. ეს არ არის კარგი. თუმცა მე მაოცებს არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკური ძალების თუ ექსპერტების შეფასებები და მტკიცება იმისა, თუ რატომ არ მოხდა ამ კანდიდატურებიდან ერთი შერჩევა, იმდენად ამდენადაც აღნიშნული სხდომა იყო დახურული, ასევე საბოლოო ჯამში განხილვა და შეფასებები მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში და ჩვენ ნამდვილად არ ვიცით არავინ და ეს არის სწორედ სტანდარტი, რომ არც უნდა ვიცოდეთ რა იყო მიზეზი, რა იყო საფუძველი იმის, რის გამოც უარი ეთქვათ ამ კანდიდატურებს. თუმცა თავისთავად ცხადია, ესეც ერთგვარი ჩვენთვის ერთგვარი ლაკმუსის კაღალდი არის. გარეგნობის ნიშნით ვერ დაიწუნებდნენ. ახლა ასეთი კრიტერიუმები არ არსებობს. რაღაც ნიშანი ხომ დაახლოებით წარმოდგენა გაქვთ. თავისთავად ცხადია, შეიძლება იყოს ენის კრიტერიუმი, პროფესიონალიზმი, სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში მიდგომები, ბევრი რამ შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდი იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა მივყვეთ პროცედურებს, აპრილამდე ჩვენ გვაქვს ვადა, რომ თავიდან მოხდეს კომისიის შედგენა და ასევე კანდიდატურების შერჩევა. მე ვფიქრობ, რომ ამ ასე ვთქვათ პროცედურებს ყოფილად შევასრულებთ. ბატონო ირაკლი, ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც მოქმედი მოადგილეა იუსტიციის მინისტრის და მაშინ როცა კომისიის თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი, მისი შერჩევა და ასევე გოცირიძის შერჩევა, რომელზეც შეკითხვები ჰქონდათ არასამთავრობო სექტორს იუსტიციის საბჭოში მისი მუშაობის დროს და ასევე მისი მხარდაჭერა მურუსიძის კანდიდატურისადმი. მთელი ეს პროცესი თქვენც თუ გიტოვებთ შტაბ-ეჭრილებას, რომ პოლიტიკური და თქვათ ობიექტური კრიტერიუმებით არ იქნენ ისინი შერჩეულები. აი ბატონი ხატიაშვილი, რომელიც კომისიის წევრი იყო, ასევე საუბრობდა, რომ მაგალითად ანადოლიძეს ჰქონდა უფრო კარგი მონაცემები. თქვენ კომისიის, ამ სამთავრობო კომისიისადმი, როგორც პარლამენტის წევრს, გექნებათ თუ არა პრეტენზიები და მათ შორის იუსტიციის მინისტრისადმი, იმიტომ რომ მათმა შერჩეულმა სამეულმა ვერ გაუძლო იმ კომიტეტის, ასე ვთქვათ, კრიტიკულ მიდგომას და დააბრუნეს კანდიდატები უკან და თქვენ თავადაც აღიარეთ, რომ ეს კარგი არ არის. დიანა, ზოგადად ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულია მთლიანად სახელმწიფო და თავისი საზოგადოება. ეხლა თქვენ დამის ვკითხვა, რომ ხომ არ გაგიჩნდათ შეკითხვები და ახსენეთ კანდიდატურები, მათ შორის ბატონი ზაზა ხატიაშვილის დამისახელეთ. მე მგონი ყველა ხვდებით, რომ ამ საზოგადოებაში ამ პოლიტიკური კულტურის მოცემულობით ყველასთან შეკითხვა აქვს. თუმცა საფუძვლიანი უსაფუძვლო ამას რიგ შემთხვევებში სამწუხაროდ კულტურიდან გამომდინარე უკვე საფუძველი შეიძლება ნაკლები ჰქონდეს. მეც მაგასე რომ იყო იგივე ზაზა ხატიაშვილთან შეკითხვები. გავყვეთ ახლა ამ პროცესს და ვიდაოთ, ახლა ბატონი ზაზა ხატიაშვილი კომისიის წევრი უნდა იყოს თუ არა. ბატონი ზაზა ხატიაშვილი არის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც ადვოკატთა კორპუსმა შეარჩია და მესმის, რა თქმა უნდა, მესმის. ამიტომ ჩვენ ამ ფორმით არ უნდა გავყვეთ მსჯელობას და არ უნდა თქვათ იცი რა ხან კითხვები არსებობს, შეკითხვები არსებობს, ამიტომ მორჩა ამ კანდიდატურის შემდგომი განხილვა და მასზე მსჯელობა არ შეიძლება, ან პირდაპირ უნდა მივაკეროთ კლიშე, რომ ეს არის აუცილებლად პოლიტიკური მოტივებით განსაზღვრული. ასეთი მიდგომები მე ვერ მექნება, იმიტომ რომ მე მინდა ვიცხოვრო მორალურ სამართლებრივად გამართულ ქვეყანაში, სადაც თავისთავად ცხადია ამ გზაზე გარკვეული ასე ვთქვათ შეფერხებები, გარკვეული რაღაცა შავი ლაქები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობ, თუნდაც არ ვიცი, ბატონი ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურასთან, ბატონი სანდრო არ არის რაღაცა ნათესაობით მოსული არც პოლიტიკაში და არც მინისტრის მოადგილედ. მას ძალიან ბევრი იცნობს როგორც გამორჩეულ პროფესიონალს, გამორჩეულ ლიდერს, თავის საქმის მცოდნეს და არის მორალურად ერთ-ერთ ზნეობრივ ადამიანს. ბატონი სანდროს უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენეთ. დაუჭერდა რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია რომ დაუჭერს.
იქნებ ბატონი სანდროც უხერხულ მდგომარეობაში ჩადგა იმის გამო რომ ის კომისიის თავმჯდომარე საკუთარ მოადგილეს ასე ვთქვათ უშვებს ასე ვთქვათ ერთ-ერთ კანდიდატურად არჩევს ანუ თვითონ პრინციპი დაიწუნეს შეიძლება და არა ბატონი ალექსანდრე ბარამიძე ანუ ეს თავად პრინციპი თქვენთვის ანუ თქვენ არა გაქვთ კომისიასთან კითხვები მაგალითად მინისტრ წულუკიანთან იმიტომ რომ მივიღეთ შედეგი რომელიც კარგი არ არის როგორც თქვენ ამბობთ დიანა შეიძლება მე არასწორად ვიმსჯელო და ვთქვა რომ იცი რა თია წულუკიანს მის პრინციპებს მის ღირებულებებს პატივს სცემდა მე დარწმუნებული ვარ რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა მე მგონი შეიძლება ეს ჩემი ასეთი პასუხი ბანალურად ჟღერდეს მაგრამ ლოგიკურია ის რომ ქალბატონმა თიამ მის მოადგილედ შეარჩია ალექსანდრე ბარამიძე იმიტომ რომ მან იცის რომ ის არის ღირსეული და გამორჩეული პროფესიონალი თავის საქმის ასევე ლოგიკურია ამ ლოგიკით თუ მიყვებით ის რომ თია წულუკიანი მხარს დაუჭერდა ალექსანდრე ბარამიძეს იმიტომ რომ თუ არ დაუჭერდა ეს ნიშნავს რომ მისი მოადგილე ამ შემთხვევაში არ არის მოადგილეობის ღირსიც ამიტომ ამ ლოგიკით მე ვფიქრობ აქ არანაირი ევა გოცირიძის შემთხვევაში რა ლოგიკა დაინახეთ კარგით მოყვებით მაშინ ამ ლოგიკაში ხო იცი რა მე ვერ გავყვები ესე ყველა კანდიდატურას და ვერ გეტყვით რომ ვის რა არ ვიცი პროფესიული გამოცდილება აქვს რა უნარჩვევები გააჩნია ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენ პოლარიზებულ საზოგადოებაში უფრო მეტად გადაყვანილია პოლიტიკურ ჭრილში ვიდრე პროფესიონალურ ჭრილში ამიტომ მე ამ პროცესს თუნდაც იმას რომ ვერ მოხერხდა ერთი კანდიდატის შერჩევა მე რაღაც ტრაგედიად არ ვაფასებ ნამდვილად ეს არის ბუნებრივი ჩვეულებრივი პროცესი და არაერთი შემთხვევა შემიძლია დაგისახელოთ როგორც საერთაშორისო ფორმატში ისე საქართველოში როცა კანდიდატურები მათ შორის ღირსეული კანდიდატურები ყოფილან შერჩეული თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მათი შერჩევა ვერ მომხდარა ესეც ბუნებრივი არის და ნუ ვიქნებით აქ არ ვიცი რომის პაპზე მეტი კათოლიკები და ნუ ვიტყვით რომ გინდა თუ არა ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩამოინგრა სისტემა და აქ რაიმე პოლიტიკურ დანაშაულთან გვაქვს საქმე არა რა თქმა უნდა ეს შერჩევის პროცესი იმიტომ არსებობს რომ შეიძლება შეირჩეს შეიძლება ვერ შეირჩეს თავარი არის რომ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გამოარჩეს როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს ასე ვთქვათ მოსწონს ის რეფორმები რომელიც სტარდება მათ შორის სასამართლოში და ამ მხრივ ერთ-ერთი არათუ ლიდერი ვართ ჩვენს პატარა რეგიონში არამედ თითქმის აღმოსავლეთ ევროპის თვალსაზრისით სულ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა კორუფციის ინდექსები და საქართველოს მთლიან რეგიონში ლიდერი არის და მე რა თქმა უნდა ეს მახარებს შეცდომები იქნება ეს შეცდომები რომ არ იყოს ჩათვალეთ რომ ჩვენი განვითარება არ მოხდებოდა მაგრამ მიზეზი რა იყო და მოტივი რა იყო ამაზე მე მეჩვენება რომ ეგრეთ წოდებული ექსპერტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმას აჟღერებენ რაც მათ შეიძლება პოლიტიკურად სადაც ისინი პოლიტიკურად მოტივირებულები არიან იმიტომ რომ ფაქტი არის რომ ვერ ექნებოდათ ინფორმაცია თუ რეალურად რა იყო მიზეზი იმიტომ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა ჩემთვის ღირებულია ის რომ პროცედურებს გავყვეთ და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვახერხოთ ღირსეული კანდიდატების იწუნეს და ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საკადრო პოლიტიკაზე, შერჩევის კრიტერიუმებზე. მაგალითად, საქართველოში თქვენ ისეთი ტიპის უმრავლესობა გაქვთ პარლამენტში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც პარლამენტმა უნდა შეავსოს თავისი კვოტით, შეცვლით უპრობლემოდ, ანუ მთელ რიგ საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებთ უპრობლემოდ. ეს იყო საკითხი, როდესაც სტრასბურგიდან მოხდა ამ ადამიანების დაწუნება და ამით ხომ არ იყო მინიშნება ზოგადად, რომ რაღაც შერჩევის კრიტერიუმები ამ ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება მასში ჩარეული არის ზოგადად პოლიტიზირებული და ნაკლებ ობიექტური. ანუ ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა თუ არა ეს პროცესი, მინდა ამ კითხვით დავასრულოთ ეს თემა და კიდევ ერთი თემა გვაქვს თქვენთან. დიანა, როცა ვსაუბრობთ ობიექტიურ მიდგომებზე, სუბიექტივიზმი არ დაგვავიწყდეს. და ნუ გონიათ რომ სუბიექტივიზმი ეს არის რაღაცა უარყოფითი ხასიათიან დამოკიდებულება. სუბიექტივიზმიც ძალიან ბევრ საკითხს ყვეთს. ამიტომ ჩვენი საზოგადოება, რომელიც თავისი პოლიტიკური დემოკრატიული მოცემულობით განვითარების პროცესშია, სუბიექტური ფაქტორები ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, მით უმეტეს პატარა ქვეყანა ვართ და მარტივად რო თქვა, ყველას ვიცნობთ.
ეს ამ ფაქტორების გამორიცხვა უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვართ, ეს არის დემოკრატიული პრინციპები და ჩვენ ამ დემოკრატიულ პრინციპებს პატივინავთ. ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაგვიჭერა, რისთვისაც მას დიდი მადლობა, მაგრამ ამ დობის გამოცხადებასთან ერთად მერწმუნეთ, მე პირადად ჩემი პიროვნული დამოკიდებულებიდან გეტყვით, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, გაცილებით მოთმინებით და ასე ვთქვათ, მაქსიმალური დაკვირვებით გცემთ პასუხებს, ვიდრე შეიძლება მაშინ თუ კი თქვა ჩვენი უმრავლესობა შეადგენდეს 76-77 ადამიანს. ამიტომ ესეც ერთი მეორეს აბალანსებს, თუ კი ჩვენ გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა განვითარდეს და მე ვფიქრობ, აქეთკენ მივდივართ კიდეც. ბატონი რეკლი, მადლობა ამ დაკვირვებისთვის, პასუხების დროს და თქვენი აქტიურობისთვის მედიასთან, თუმცა ალბათ შეგედავებოდით იმაში, რომ თქვენზეც ბევრი რამე არის დამოკიდებული და თქვენი მადლიერიც ვართ. ამ მომრჩეველმა არ ამგონია იმისთვის დაგიჭირათ მხარი და აგირჩიათ, რომ თქვენ სუბიექტური ფაქტორებით იხემძღვანელოთ ხოლმე კონკრეტული თანამდებობის პირების დანიშვნისა და შერჩევისას. მოდი უტრირებას ნუ მოახდენთ თემას. დედიანდა ერთი წუთი შეიძლება უტრირებას ნუ მოახდენთ თემის. აქ არ არის საუბარი, რომ აუცილებლად სუბიექტური ფაქტორებით უნდა ვიხემძღვანელოთ. მე ვთქვი, რომ ობიექტური ფაქტორები, რა თქმა უნდა, მთავარი არის. მაგალითისათვის მე მოვიყვან ქალბატონ მანანა კობახიძეს, რომლის კანდიდატურა არის დასახელებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. რომელსაც ასევე აპროტესტებენ, რომ ის მოქმედი უმრავლესობის წევრია, პოლიტიკური ლიდერია და რა თქმა უნდა გააპროტესტებენ, იმიტომ გააპროტესტებენ, რომ ასე ვთქვათ, აქ პოლიტიკური ასე ვთქვათ დაპირისპირების ამბავი არის და არა იმიტომ, რომ ქალბატონ მანანას ან პროფესიონალიზმი აკლია, ან ცოდნა, ან გამოცდილება, ან ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში მოღვაწეობა. მას ყველა ის ობიექტური კრიტერიუმები გააჩნია, რომელიც სრულებით 100%-ით აკმაყოფილებს საკონსტიტუციო მოსამართლის კანდიდატურას. ეს ერთი. და თუ კი მე ვახსენე სუბიექტური მიდგომები, რა თქმა უნდა, აქ სუბიექტურიც ვარ და ჩემი სუბიექტივიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ქალბატონ მანანას პირადად ვიცნობ, მისი ღირებულებები, მისი ღირსების საქმე, ვიცი ის რომ ეს ადამიანი თუ კი საკონსტიტუციო მოსამართლის მანტიას მოიწყავს, ის მთლიანად გაემიჯნება პოლიტიკურ პროცესს და აქედან გამომდინარე ვიღებ მე გადაწყვეტილებას და მე მას ხარჯს დავუჭერ. აქ არის ჩემი სუბიექტივიზმი. გასაგები, ბატონი რაკლი, ნუ და ჩაგრავთ მათ, ვინც პირადად თქვენ არ გიცნობთ. ობიექტური და სუბიექტური დამოკიდებულებები არ უნდა აგერიოთ პიროვნულ დამოკიდებულებაში. რომ ვიცნობ, იმიტომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. გასაგებია, რაკნან მათ, ვინც თქვენ პირადად არ გიცნობთ, ასეთ შეკითხვა გამიჩნდა. მაგრამ შეიძლება არანაკლებ კარგი. მე რწმუნეთ, რომ იქ სადაც ეს არის სუბიექტური მიდგომები არის ხელშემწყობი და ნუ ვიქნებით, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში მოვექცევით და ნუ ვიტყვით, რომ აი თუ კი სუბიექტური მიდგომებიც არის, ამით ჩვენ პროცესს ვავნებთ. არაერთხელ ყოფილა პარლამენტში, როდესაც ჩვენ სხვადასხვა თანამდებობაზე აგვირჩევია და გვინიშნია ადამიანები, რომელთაც ბევრს უმეტესობას, რა თქმა უნდა, მე არ ვიცნობდი. და ყოფილა შემთხვევა, რომ ვიცნობდი და მხარი არ დამიჭერია. ასე რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მეტიც ჩემი მთავარი მიდგომა არის პატივისცემა იმ ღირებულებებს, რაზეც დგას სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ჩემი შინაგანი რწმენით ვუჭერ მე მანანას და არა იმიტომ, რომ მას ვიცნობ. მამუკა მდინარაძის განცხადება გავრცელდა, რომ პარლამენტის ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც სტრასბურგში წარმატებას მიაღწევენ. როგორც ჩანს, თლად სამთავრობო კომისიას, მოკეთა პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება. შეიძლება ეს რაღაც გარკვეულ კრიტიკად მივიჩნიოთ ეს განცხადება სამთავრობო კომისიის მიმართ. მე მაქვს თქვენთან შემდეგი თემა, ეს ეხება ბოლო პერიოდის, ვთქვათ, ხმაურიან ამბავს, რომელიც ერთ კონკრეტულ ოფიცერს ეხება, ეს არის ოფიცერი გია ცერცვაძე. თქვენ ამბობთ და ზოგადად ხელისუფლება ამბობს, რომ მათ დაიცვეს ოფიცერი ცერცვაძე. სად დაიცვა ქართულმა სახელმწიფომ ეს ოფიცერი? როცა მისი ინფორმაცია გასცა, როდესაც მოკვლევა და მისი მოძიება თავად არ დაიწყო და საშუალება მისცა ის გასულიყო საზღვარზე, თუ შემდეგ უკრაინაში, როდესაც ხმაური ატყდა მას შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, სად დაიცვა ამ ოფიცრის უფლება საქართველოს? დიანა, ძალიან მწუხარ, შეიძლება ჩვენს ოპონენტებს, ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს არ მოეთხოვებათ პოლიტიკური კულტურა, ამას პირდაპირ სუბიექტურად ვამბობ. მე გუშინ რუსთავიორის გადაცემა არჩევანს თვალყურს ვადევნებდი და
არ ვიცი ძალიან ასე თქვათ ცუდი სურათი შექმნა როგორც რუსთავიორმა ისე ნაციონალურ მოძრაობამ საერთო ჯამში ეს იყო რუსთავიორმა ზოგადად სურათი შექმნა და ამ ამბის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ ბატონ ირაკლი მაპატიეთ ამ სიტყვას რომ ხმარობ დიანა მაპატიეთ იმდენად რამდენადაც არ ვიცი ძალიან აღშფოთებული ვიყავი და რატომ მინდა გულწრფელად გაგზიაროთ ერთი რომ მთლიანად ეს პროცესი ნაციონალურ მოძრაობამ და გარკვეულმა ჯგუფებმა ააგეს ტყუილზე და ცდილობდნენ ეს მთელი ეს პროცესი გამოეყენებინათ თავიანთი პოლიტიკური კამპანიისთვის მაშინ როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იყო დაკავებული ერთი ადამიანის ჩვენი თანამოქალაქის ყოფილი სამხედროს ბედით და მისი გადარჩენით აი ეს იყო ძალიან დიდი განსხვავება ჩვენსა და მათ შორის და მე ეს განსხვავება მახარებს ეხლა რაც შეეხება დეტალებში შევიდეთ პირველი ერთი წამი ბატონ ირაკლი დავაზუსტებ საზოგადოებამაც და მათ შორის თქვენს ყველამ გავიგეთ რუსთავიორში გასული რეპორტაჟის შესახებ შემდეგ ამ საქმის ირგვლივ ყველაფერი მოკლედ რუსთავიორი იყო ინფორმაციის პირველ წყარო და სხვათა შორის ოჯახის წევრებიც ამბობდნენ რომ მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გამოხმარება არ იყო რეპორტაჟის გასვლამდე ეს ერთი და მეორე ნაციონალური მოძრაობის გარდა და რუსთავიორის გარდაც ვარსებობთ ამ ქვეყანაში და ჩვენც გვიჩნდება კითხვები საქართველოს უნდა დაეწყო თუ არა დავაზუსტებ ამიტომ ჩემს შეკითხვას უნდა დაეწყო თუ არა ქართულ მხარეს ინფორმაციის მიღებისთანავე ამ პირის მოძიება მისი ან გაფრთხილება ან თავად წარმოება სამართლებრივი პროცესის და არ უნდა მოეხდინა თუ არა მისი გასვლა საზღვარზე როცა ის ინტერპოლით ზებნილი იყო აი ასეთია ჩემი ორი შეკითხვა ამ თემაზე რომ შევეშვათ რუსთავიორს და ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ რომ ვარსებობთ სხვებიც ამ ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის გარდა რა თქმა უნდა. დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე ჩვენმა კოლეგებმა მაქსიმალური განმარტება გააკეთეს და მე კიდევ ერთხელ დეტალებში შევდივარ. და გეუბნებით, რომ მაშინ, როდესაც რუსეთმა ინტერპოლის მეშვეობით გამოაცხადა ძებნა და ჩვენი მოქალაქე იაცერცვაძე ახდენდა საქართველოს საზღვრის გადაკვეთას თუ ჩვენ მას დავაკავებდით ან შევაყოვნებდით ამის საფუძველი სამართლებრივი საფუძველი არ ქონდა ორი მიზეზის გამო პირველი რუსეთს არ ქონდა გადმოცემული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად მისი დაკავების ბრძანება ვერ გაიცემოდა იმიტომ რომ მაშინ როდესაც არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე ინტერპოლის კონსტიტუციის მიხედვით გადმოცემული არ შეიძლება პირის დაკავება ეს ერთი თუ ჩვენ შევაყოვნებდით მაშინ ჩვენ უნდა ინტერპოლის კონსტიტუციის მიხედვით დაგვეწყო პროცედურები რუსეთისთვის გადაცემის მაგრამ აქ ამას ჩვენ არ გავაკეთებდით არავითარ შემთხვევაში იმდენად რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დაუშვებელია საკუთარი მოქალაქის უცხო ქვეყნისთვის გადაცემა ანუ ჩვენ თუ დავაკავებდით მაშინვე ეს პროცედურები უნდა დაგვეწყო მაშინ როდესაც ამას კონსტიტუცია გრძალავს ამიტომ მესაზღვრეს რომელიც მოქმედებს შესაბამისი სტანდარტებით არ ქონდა არც მისი შეყოვნების, არც მისი დაკავების და არც ამ პროცედურების დაწყების არც საფუძველი და არც უფლება. უკრაინელ მესაზღვრეს რატომ ქონდა? იმიტომ რომ ეს მისი ქვეყნის მოქალაქე არის, ხო? მეტიც აქ თუ არის კიდე დამატებით დიანა კითხვა რომ რატომ არ მოხდა ამ ადამიანის ინფორმირება ამ შემთხვევაშიც მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ არანაირი ვალდებულება არ არსებობს რომ მესაზღვრემ მოახდინოს პირის ინფორმირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამის ვალდებულება არ არსებობს და თუ რომელიმე იურისტი ამისკენ მიმითითებს, მადლობას ვეთქვი. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ აი რუსთავიორს რო არ დაეწყო, ეს ამას ვერავინ ვერ გაიგებდა. მე მინდა დაგისახელოთ ათეულობით ფაქტი, როცა ჩვენი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები პირდაპირ იყვნენ ჩართული. მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრს ველაპარაკე და რამდენიმე ფაქტი დამისახელა, როდესაც მინისტრმა შეატყობინა ჩვენ მინისტრს, საქართველოს მინისტრს, ანუ სხვა ქვეყნის მინისტრმა შეატყობინა ამის შესახებ და როგორც ჩაერთა ჩვენი სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. ესეც არის სწორედ იმ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სპეკულაციის ნაწილი, რასაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები. სირცხვილია, ეს არის სიბინძურე, მეცაც გეტყვით. ანუ ირაკლი, ანუ თუ ჩემზე ძებნა არის ინტერპოლით, მე შეიძლება ისე მოუხდენების ქვეყანაში, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყო. დამამთავრებინეთ დიანა. მე მგონი მთავარზე უნდა ვილაპარაკო მე. დამამთავრებინეთ. უშინ რუსთავიორის ეთერში არაერთხელ დაჟღერდა სიტყვა მოღალატე.
ეს არის შეურაცხყოფელი, ვისაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის. ეთქობა აი ამ ცხოვრების წესით ცხოვრობს, მოღალატეობრივი ცხოვრების წესით. იმიტომ რომ ამ ასეთ შეურაცხყოფას მე არავის არ ვაპატიებ, ეს ერთი. მაშინ როდესაც სახელმწიფომ, ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ეს კაცი არ გადაეცეს რუსეთს და დაუბრუნდეს ქვეყანას და თქვენ იცით რომ ეს საქმე ბოლომდე არის მიყვანილი. თუმცა აქ ვიღაცებს უნდათ რომ რაღაცა კუდი გამოაჩინონ და თიცინი დაიწყონ, რომ თითქოს აი მათი ჩარევი და სირცხვილია, იცით რა არის? სირცხვილია, როცა ერთი ადამიანის ბედით манипулირებს პოლიტიკური ძალა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, იმიტომ რომ 2 და 3 დღის მედია სივრცე დაიკავოს. სირცხვილია. ეს არის სწორედ განსხვავება ჩვენსა და მათ შორის და მე ყველაზე მეტად ის ვიხარია რომ ეს ადამიანი ჩვენ ქვეყანას დაუბრუნდება. ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა მაქვს ბოლო ამ თემაზე. ეს ადამიანი რომ არ წასულიყო მაგალითად უკრაინაში, ან ის ვთქვათ, მისი მგზავრობის მიმართულება ყოფილიყო რუსეთთან უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში მყოფ ქვეყანაში, ეხლა ის იქნებოდა თუ არა რუსეთის რომელიმე საპატიმროში. ანუ არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია, რომ უზრუნველყოთ, რომ იცოდნენ, გასაგებია რომ ყურში ვერ ჩაუჩურჩულებთ, მაგრამ რაღაც სამართლებრივი პროცედურები დავიწყოთ მაშინ, როდესაც გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე არის ინტერპოლის ცირკულარში მისი გვარი ფიგურირებს. ანუ არა გვაქვს ასეთი ვალდებულება, თუ საქმე არ გვიჭირავს ხელთ? ასეთი ვალდებულებები არ არსებობს, მეტიც თუ სისხლის სამართლის საქმე გადმოცემული არ აქვს ქვეყანას, ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს პირი დავაკავოთ ან შევაჩეროთ. მეტიც ჩვენ არ გვაქვს უფლება, თუნდაც რაც არ უნდა, არ ვიცი, დამნაშავე იყოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ გადავცემთ. ეს არის კონსტიტუციური უფლება და გარანტირებულია ის. ამიტომ ამ შემთხვევაში ინტერპოლის მექანიზმები მუშაობს სწორედ იმ მიმართულებით, რომ სხვა სახელმწიფოში აღმოჩენის შემთხვევაში ხდება პირის დევნის პროცედურის განხორციელება. სამწუხაროდ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის ის შეთანხმების ნაწილი, რაც გვაქვს ჩვენ ინტერპოლთან და ამ ინტერპოლის მეშვეობით არაერთი საერთაშორისო ძალიან სერიოზული ძებნილი დაგვიკავებია, როგორც ჩვენ, ისე ჩვენი და ჩვენ დაგვეწყო ეს პროცედურები, მით უმეტეს თუ გადაცემას არავინ არ გვავალდებულებდა, იმიტომ რომ მე ჩამოვწერე თქვენ 2 ფრაგმენტი თქვით, რომ რუსეთს არ ქონდა გადმოცემული სისხლის სამართლის საქმე და ჩვენ ვერ შევეყვანებდით, იმიტომ რომ შეგვეყოვნებინა, მაშინ ჩვენ უნდა დაგვეწყო გადაცემის პროცედურები. მაშინ შეგვეყოვნებინა, დაგვეწყო მით უმეტეს თუ გადაცემას არაფერი არ გვავალდებულებდა. ამის საფუძველი არ არსებობდა. საფუძველი უნდა იყოს ის, რომ სისხლის სამართლის საქმე გადმოცემულია და მე შემიძლია პირი დავაკავო და ამის შემდეგ დავიწყო პროცედურები. მაგრამ სხვა ქვეყანას, მეორე ქვეყანას, რომლის რეზიდენტიც არ არის, რომლის მოქალაქეც არ არის ესა თუ ის პირი, აქვს იმის უფლება, რომ დააკავოს და მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება სხვა ქვეყანაში თუ მოხდებოდა, აქაც რა თქმა უნდა არსებობს შესაბამისი სტანდარტები, რა შემთხვევაში არ შეიძლება პირის გადაცემა და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არსებობდა საკმარისი საფუძვლები იმისა, რომ ამ პირის გადაცემა არ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტისთვის. გასაგებია თქვენი არგუმენტები და ვთქვათ მოიშველიეთ თუ იმის დასამტკიცებლად რომ არგუმენტები ეს არის კონკრეტული ფაქტები, ეს არის სამართლებრივი მოცემულობა, რომელიც ემყარება ინტერპოლის კონსტიტუციას, ჩვენს კანონმდებლობას და არა ვიღაც პოლიტიკოსების ბაპატიეთ და ბოდვას. და მეცაც გეტყვით. თუ კი ჩვენ ასეთ ბატონო დაასრულეთ კარგი წინადადება და დაგემშვიდობებით. ხო, ამიტომ კიდევ ერთხელ იზბრალდება კიდე დამატებით, რომ თითქოს ჩვენ რუსეთის გადავეცით ინფორმაცია ბატონი გია ცერცვაძის პირადი მონაცემების შესახებ, ესეც არის მორიგი ტყვილი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შესაბამისმა უწყებამ განმარტა, რომ ჩვენ ერთადერთი რაც გადავეცით ინფორმაცია, ეს იყო ინტერპოლს მივაწოდეთ ინფორმაცია და მხოლოდ ის რომ დავადასტურეთ, რომ დიახ, ასეთი პირი არსებობს მას და ის ცხოვრობს, ის არის საქართველოს მოქალაქე. მთელი პირადი ინფორმაცია იყო ეს და ამას მოყვა მე მთელი კასკადი სიბინძურის, ტყვილის და არის პოლიტიკური პროპაგანდა. და დაგემშვიდობოთ, რომ არ გვაქვს საშინელება, როცა შეგვიძლია ერთად გადავარჩინოთ ერთი ადამიანი, აქ მაინც უნდა აუცილებლად საკუთარ თანამოქალაქეს ზუგში ნაჯახი ჩაარტყა. მადლობა ირაკლი სესიაშვილს, ახლა რეკლამაა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ ირმა ინაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. Trimekori